სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ამინ. დღეს მოვისმინეთ იგავი მთესვარის შესახებ. დარწმუნებული ვარ ამ იგავის შინაარსი თითქმის ყველა თქვენთაგანმა ძალიან კარგად იცის, მისი მნიშვნელობაც ძალიან კარგად ვიცით. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ შესაბამის ყურადღებას არ ვუთმობთ ამ იგავს და არ ვცდილობთ საკუთარ ცხოვრებაში გავატაროთ ეს იგავი და მის შესაბამისად ვიცხოვროთ. მოვისმინეთ ჩვენ, ვითხრა თვითონ მაცხოვარმა აგვისხრა, რომ თესლი იგი არისო სიტყვა ღმრთისა. ანუ სწავლება ღვთისა, სახარება, ეკლესიის სწავლება, მამათა სწავლება, ეს არის ღვთის სიტყვა, რომელსაც უშურველად სთესავს უფალი და რომელიც განკუთვნილია ყველა ადამიანისათვის. ვინც კი ოდესმე დაბადებულა და დაიბადება ვინმე მეორედ მოსვლა. მაგრამ დავინახეთ, რომ ადამიანთა უდიდესი ნაწილი ამ თესლს, ამ სიტყვას უქმად ყოფს საკუთარი თავისთვის. რამოდანიმე სახის ადამიანი გამოყო, ხო უფალო? გზაზე დათესილები ისინი არიანო, რომლებზეც რომ დავარდება ღვთის სიტყვაო, სასწრაფოდ მოდის ეშმაკი, წაართმევს მათ ამ სიტყვას, რომ არ მოისმინონ, არ წმენეს და არ ცხონდნენ. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ძალიან გთხოვთ დაუკვირდით. მაცხოვარი გვეუბნება, რომ ადამიანი, რომელიც უდიერად ექცევა მის სწავლებას, მის სიტყვას, ვერ გადარჩება იმის გამო, რომ ეშმაკმა წაართვა მას ეს სიტყვა. ვერ ცხონდება, წარმოიდგინეთ ესეთი ადამიანი. შემდგომ მაცხოვარი აგრძელებს, რომ კლდესაზე და დათესილნი ისინი არიანო, ვინცო სიხარულით მიიღებენ ის სიტყვას, როდესაც მოისმენენ. მაგრამ რადგან ძირი არ აქვთ ღრმად ამ სიტყვას მათ გულში გადმული, ამიტომ ნებისმიერი პატარა დევნის დროს ისინიც განდგებიან. მესამენი არიან ის ადამიანები, ვინც მიიღებენ ღვთის სიტყვას, მაგრამ ამ სოფლიური საზრუნავების გამო, სიმდიდრის გამო და ამ ქვეყნის, ნახეთ რა კარგად ამბობს, გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენეთ. ანუ ადამიანები, ვინც ამ ქვეყნიური სიამოვნებისათვის ცხოვრობენ. ესენიც აღრჩობენ, ესე თქვა, თავიანთ თავში ღვთის სიტყვას და არ აძლევენ უფლებას, რომ ნაყოფი გამოიღოს. და ბოლოს მოყავს მაცხოვარს კეთილი მიწის, ნოყიერი მიწის მაგალითი, ადამიანების მაგალითი, ვინც შრომით, ღვაწლით იღებს ღვთის სიტყვას, ცდილობს ეს სიტყვა თავის ცხოვრებაში გაატაროს, მისი მიხედვით იცხოვროს და ასეთ ადამიანებზე ამბობს უფალი, რომ ისინი 100 წილ ნაყოფს მიიღებენ. ახლა თითოეული ჩვენთაგანი უნდა დაფიქრდეს. თუ ჩვენ აი ამ კეთილი ნოყიერი მიწის მსგავსნი ვართ, მაშინ ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი ჩვენ თავში უნდა ვხედავდეთ ნაყოფებს სული წმინდის. სამწუხარო, თუ ადამიანი პირუთვნელად დაფიქრდება, მივხვდებით, რომ ეს ნაყოფები ჩვენ არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ლოგიკური იქნება ალბათ ჩვენი მხრიდან დავასკვნათ, რომ ჩვენ ერთ-ერთი იმ მიწათაგანი ვართ, რომელიც ღვთის სიტყვას არ იღებს, უკუაგდებს მას ამა თუ იმ მიზეზით და აქედან გამომდინარე, ცოტა რთული სათქმელიც და მოსასმენიც არის, მაგრამ სასუფეველის გარეთ რჩება. ამაზე ძალიან კარგად უნდა ვიფიქროთ.
მინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ისი სიტყვა მინდოდა წამეკითხა, მაგრამ ცოტა ვრცელია და ამიტომ გადავიფიქრე. ესეთ რამეს ამბობს, რომ არათუ ცხონების საქმეზე ადამიანი, არამედ ნებისმიერი პატარა უბრალო საქმესაც კი ადამიანი უგულოდ და უყურადღებოდ არ უნდა აკეთებდეს. და მით უმეტეს საქმეს, რომელსაც ჰქვია სულის ცხონება. ამ საქმეს ადამიანი თითოეული ჩვენთაგანი თელს ჩვენს ძალას, თელს ჩვენს სიბრძნეს, თელს ჩვენს ესე ვთქვათ ენერგიას უნდა ვახმაროთ. არის თუ არა ეს თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენ თავს უნდა გავცეთ პასუხი. ამაზე ახლა ერთმანეთს ძალიან ნიჭიერები ვართ, ვეტყვით, რას ვაშავებთ, რას არ ვაკეთებთ სწორად. ამაში ყველა მაგარი ვართ, მაგრამ აი საკუთარ თავს თუ ვამხელთ ამ ყველაფერში, ეს უფრო სასარგებლო იქნება ჩვენი სულებისათვის. ჩვენ გგონია, რომ ჩვენი გადარჩენის საქმე ისე სხვათაშორისოდ მოხდება. ჩვენ ისე ვიცხოვრებთ, როგორც ჩვენ გვინდა. უდარდელად, უყურადღებოდ, გაფანტულად ამ ქვეყნის, ესე ვთქვათ, საზრუნავებში ჩაფლულები, ამ ქვეყნიურ სიამოვნებებს აყოლილები, გონია, რომ ასე ვიცხოვრებთ, მაგრამ აი დამეთანხმეთ, რომელი არა ვართ ისე, რომ თან ოღონდ გვინდა, რომ აი ნოყიერი ნიადაგის მსგავსნი ვიყოთ და ნაყოფსაც გამოვიღებდეთ, თან ვცხონდეთ. დღევანდელი იგავით მაცხვარი გვეუბნება, რომ ესე არ არის. თუ ადამიანი გავმეორდები, ცხოვრობს გაუდევარი ცხოვრებით, გაფანტული ცხოვრებით, იმოდებულია 1000 რამეს, ღენიადაგ იმაზე ფიქრობს, როგორ გაერთოს, სად დაისვენოს, ხო? როგორ გამოიპრანჭოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ასეთი ადამიანი სასუფევლისთვის ვერ წარემართა. მინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ხიარულების და გართობის მოყვარული ადამიანი ქრისტესთან ვერ მივა. აი დღევანდელი სახარებაც ამას გვეუბნება, რომ თუ გინდა რომ ჩემი სიტყვა მიიღო და მან შენში ნაყოფი გამოიღოს, მაშინ საკუთარი გული მოამზადე მის მისაღებად. როგორ ამზადებს ადამიანი გულს ღვთის სიტყვის მისაღებად? ლოცვით, მარხვით, კეთილი საქმეებით, მოწყალების საქმეებით, მოთმინებით, თავმდაბლობით. აი რაც ჩამოვთვალე აქედან არც ერთი მათგანი იოლის შესასრულებელი არ არის და ვერც ერთი მათგანი ვერ შესრულდება დაუდევარი ადამიანის მიერ. თითოეული მათგანის შესრულება სჭირდება სიბრძნის მოყვარე ადამიანი, შრომის მოყვარე ადამიანი. მერთმა ინებოს მისი მეოხებით, მისი კაცთმოყვარებით, რომ მოიღოს წყალობა ჩვენზე და სანამ ჯერ კიდე ცოცხლები ვართ, სანამ ჯერ კიდე სუნთქავთ, მანამდე მოგცეს სიბრძნე იმისა, რომ შრომა შევიყვაროთ და გართობა მოვიძულოთ. ჩვენ პირიქითა ვართ, გართობა გვიყვარს, შრომა გვძულს. ლოცვა შევიყვაროთ, მარხვა შევიყვაროთ. დღეს ახლა ალბათ ამას პასუხის გაცემაც არ უნდა, მაგრამ მაინც გავცემ, ვინმე არ დაბრკოლდეს. ვირუსივით გავცელდა ეს ვიდეო, სადაც ერთ-ერთი მღვდელი ლაპარაკობს, რომ 30 წელია არ ულოცია და მას არ ჭირდება ლოცვა და თურმე უფალო შეგვიწყალეც არ უთქვია, არც იესოს ლოცვა უნდა მას, არ ჭირდება და იმიტომ რომ წიგნს კითხულობს. წიგნის კითხვა რომ ადამიანს აცხონებდეს, ლევან ბერძენიშვილი წმინდანად იქნებოდა შერაცხილი. იმდენი აქვს წაკითხული, მაგრამ სარგებელი მას ამ წიგნებმა არაფერი არ მოუტანა. წიგნის კითხვა რომ ადამიანს აცხონებდეს, არიოზი და ორიგენე მწვალებლები არ იქნებოდნენ. მე წიგნის კითხვას კი არ უარყოფ, ღმერთმა დამიფაროს. მაგრამ ლოცვა არის უპირველესი, რაც ადამიანის გულს მოალბობს ღვთის სიტყვის მისაღებად. ლოცვის გარეშე ცხონება არ არსებობს. იქ ისეთ რამეს ამბობს, რომ ეს მღვდლებიო,
დილის და საღამოს ლოცვებს ავალებენო ადამიანებსო და მე არ მithქვია 30 წელია. თუ შედეგი კი ეთყობა ამ ადამიანს სამწუხაროდ ამ ყველაფრის, მაგრამ ეს ჩვენთვის საინტერესო თემა არ არის. ჩვენ კიდე ერთხელ ვიმეორებ. უნდა ჩვენი მთელი ცხოვრება რა უნდა იყოს, იცით რომ ჩვენი გაქვავებული გული რაღაცნაირად აი როგორც გლეხი რო მუშაობს, აი დაუმუშავებელი მიწაზე, ხო, ქვა გააქვს იქიდან რაღაცა ყამիր მიწას და გადაბარავს, გადახნის მერე რომ მოამზადოს რამენაირად, ხო? ამოძირკვავს იქიდან ყველანაირ სავარველას, რომ იქ მერე კეთილი თესლი დაითესოს. აი ქრისტიანი ადამიანის ცხოვრება ამის მსგავსი უნდა იყოს. და ეს საქმე იოლი არ არის. ჩვენ ითიც როგორ გლეხს გავართ, რომელიცაც ძალიან კარგი მიწები აქვს, მაგრამ უყურებს სულ და უყურებს და გონია რომ ეს საქმე თვითონ გაკეთდება. და რო გავიდეს წარმოიდგინე და თესოს ასეთ ყამիր მიწაზე იქ არაფერი არ მოძდის არასდროს და იმედი კონდეს ყოველ შემოდგომას რომ იქ რაღაცა ამოვა, ეს ხო არ არის გამორიცხულია, იქ სარავილის მეტი არაფერი არ ამოვა. ეხლა ამდენ მაგალითი რატომ მომყავს? იმიტომ რომ ეს თითოეულ ჩვენთაგანს გვეხება. გულწრფელად თითოეულ ჩვენთაგანს გვეხება. ზუსტად ასეთებია. არაფერს არ ვაკეთებ და გგონია რომ ნაყოფს მივიღებ. დღეს მაცხოვარმა გითხრა რომ ეს ესე არ არის. ამიტომ შევეცადოთ რომ მთელი გულით ის ლოცვები რაც გვაქვს ჩვენ პირადი ლოცვები, რასაც ვასრულებთ, მთელი გულით შევასრულოთ. აღსარებას რომ ვამბობთ, მთელი გულით ვთქვათ ეს აღსარება. ზიარებისთვის რომ ვემზადებით, მთელი გულით წავიკითხოთ ზიარების ლოცვები. როდესაც წირვაზე ვდგევართ, მთელი გულის ყურით ვისმინოთ აქ წაკითხული სიტყვები. იმიტომ რომ თითოეული მათგანი სწორედ არის ის თესლი, რომელზეც დღეს მაცხოვარი ლაპარაკობს, რომელიც უნდა ჩაეთესოს ჩვენ გულში და როდესაც აქ ვდგევართ და ჩვენი გონება სხვაგან დაფარფატებს, აი სწორედ ეს არის ის ეშმაკი, რომელიც მოვიდა და წაიღო ეს სიტყვები. და მიზეზსაც გვისახელებს, რატო აკეთებს ხო ამას? იმიტომ რომ არ ცხონდე, არ გაიგო და არ ცხონდე. მაგრამ ვაი და შეძელი და მიიღე, მერე სხვა ეტაპებზე გადადის, ეშმაკი კი არ ეზარება მას. არ ჭამს, არ ძინავს. თუ ადამიანი დაღუპოს. მერე სხვაზე გადადის, მერე უკვე გამოიყენებს თქვათ ესე შენს დაბნეულობას, გაფანტულობას, რომელიც თანამედროვე ადამიანის ყველაზე დიდი სენია ჩემის აზრით. თანამედროვე ადამიანი ეშმაკმა მოახერხა რომ ამ თანამედროვე ტექნოლოგიებით ისეთება ჩამოგვაყალიბა რომ ყურადღებას აი 30 წამზე მეტი წუთი მეც ვეღარ უთმობ ვერაფერს. ეს შემთხვევით არ გააკეთა ბოროტ. ამისთვის რა თქმა უნდა ადამიანები გამოიყენა, მაგრამ სპეციალურად გააკეთა რომ გონება გაფანტული იყოს ადამიანი. რომ მის გულში ვერაფერმა სიღრმისეულად ვერ გაიდგას ფესვები. პაისი ათონელსა აქვს ერთ-ერთი ესეთი სიტყვა, როდესაც ის წიგნის კითხვას ეხება სხვათა შორის და ამბობს, რომ თანამედროვე ადამიანებიო მონდომებულები არიან, რაც შეიძლება ბევრი წაიკითხონ. აქედან სარგებელს ვერ იღებენ. რატო? იმიტომ რომ გულს არ ვუდებთ. კითხულობთ, ბოლოში არაფერი არ აღრჩება. ვინა პაისი ამბობს, რომ ხანდახანო აი პატარა ფურცელზე რო წამიკითხიაო რაღაც სულიერი ისო, მთელი დღე იმაზე მიფიქრიაო და წიგნი ესე თქვა დამიხურია და მთელი დღე იმისთვის დამითმიაო, რომ ეს გამიაზრებინა რა წავიკითხე, რა მოვისმინე. აი ეს არის ყურადღების კონცენტრირება ერთ საკითხზე. და ასეთი ერთი ფურცლის საკითხიდან ადამიანი გაცილებით მეტ სარგებელს იღებს, ვინმე 10 ტომი რო წაიკითხოს რომელიმე წმინდანის დაწერილი. მაგრამ ჩვენ თანამედროვე ქრისტიანებს იცით რა გვირჩევნია რომ 10 ტომი წავიკითხოთ, დანა იმიტომ რომ სარგებელი მივიღოთ. იმიტომ რომ მე ვთქვათ რომ აი 10 ტომი მაქვს წაკითხო. თავი რომ მოვატყუოთ, მიხდით? რომ აი მე წავიკითხე ეს და ვიცი, არაფერიც არ იცი. საერთოდ არაფერი არ იცი, წაიკითხე, მაგრამ იქიდან არაფერი არ. რატო? იმიტომ რომ კონცენტრირება ვერ მოახერხე და როგორც აი ამ კლდეზე დათესილი ვითახა. პატარა რაღაცა
შემოუბერავს ქარი და რადგან სიღრმისეულად არ ჩაგიბეჭდია გულში ეს იმ წუთას წაგართავს. ამ საზრუნავებზე ახლა აღარ ვილაპარაკებ, თითოეულმა ჩვენთაგანმა ძალიან კარგად ვიცით რა დღეში ვართ. სასულიერო დასიდან დაწყებული საეროთი დამთავრებული. თითოეული ჩვენთაგანი სამწუხაროდ. თუ არ ვაღიარებთ ჩვენ თავთან ეს სხვა საკითხია, მაგრამ ვის დაუმალავ, რო ღმერთს დაუმალავ, ქრისტე მარიცის? თითოეული ჩვენთაგანი სულ გართობაზე ვფიქრობთ, დროსტარებაზე ვფიქრობთ, კეთილდღეობაზე ვფიქრობთ, კომფორტზე ვფიქრობთ. ამის დათმობა არამც და არამც არ გვინდა. აი დღეს გითხრა მაცხოვარმა, რომ ეს არის ერთ-ერთი ხერხი ეშმაკისა, რომლითაც იგი ჩვენში ღვთის სიტყვას უდავს და არ აძლევს მას ჩვენში მოქმედების საშუალებას. ეს არის თანამედროვეობის სამწუხარო. და თითოეული ჩვენთაგანი თავს თუ არ მოვიტყვევთ, ამ სენით ვართ დაავადებული. და თითოეული ჩვენთაგანი ჩვენი ძალების შესაბამისად უნდა ვცდილობდეთ, რომ რამენაირად ამ სენს გავიქცეთ. რითიც შეგვიძლია. რითიც შეგვიძლია მცირედი, ყველა შეგვიძლია რაღაცა მცირედი მოვიკლოთ. ყველა შეგვიძლია. აი რაღაცა მცირედით უნდა დავიწყოთ, რაღაცაზე უარი უნდა ვთქვათ. მთლიანად არ უნდა ვიყოთ გადაგებულები საშოვარზე. სამწუხაროდ ესეა. ჩვენთანაც კი ეკლესიურ ადამიანებზე ვლაპარაკობ, სხვაზე არ ვლაპარაკობ. ეკლესიაშიც აი რითი ვხვდებით ამას, იცით სასულიერო დასი? განა იმიტომ რომ ვინმეზე კარგი ვართ. ხო ჩვენ ეკლესიაში ვართ და რა თქმა უნდა ჩვენი საქმე ეს არის და სულ მსახურებაზე ვართ და ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ვინმეზე უკეთესები ვართ და თქვათ ჩვენ რაღაცა მოვიძულეთ ამ სამყაროს სიკეთეები, ამიტომ არ ვამბობ, მაგრამ რაზე ეტყობა, იცით? კვირა დღის გარდა ტაძარში არ ავიდე. ეს რას ნიშნავს? სად არიან ეს ადამიანები? ზარმაცები რო არ ახართ, აქ თითქმის არც ერთი კი ვიცით. ყველა რო სადღაც საშრომად არის გადაგებული და წვალობს და ესე ვთქვათ, წელებზე ფეხს იდგავს, ვიცით. მაგრამ ამ დროს ამდენ დროს რას ვახმართ? ხო ამ ქვეყნიურ კეთილდღეობას ვახმართ. ხო ვერ ვიტყვით ახლა რომ იცი რა მე ამას იმიტომ ვაკეთებ რომ მე გაჭირებულებს ეხმარებიან რაღაცა. არა. თელ ამ დროს ვახმართ ჩვენ მიწიერ ამ ქვეყნიურ სამოთხის მოწყობას. და ამ დროს ვაკლებთ ზეცას. ეს ახლა ამას უნდა თვალი გაუსწოროთ, ესეა. ამიტომ უნდა შეეცადოთ თითოეული თქვენთაგანიც, რომ წუხზეც კი შაბათს წუხზე 10 კაცი დგას, მეტი არა. ეს იცით რამხელა რაღაცა არის ადამიანი პირის მსახურება სრულად არ ესწრებოდეს, მაგრამ თითქოს ესე წესად ჩამოყალიბდა, რომ პირას რომ მოვალთ ეკლესიაში და რამოდენიმე საათი დავდგებით, ეს საკმარისია. არ არის მერწმუნედ ეს საკმარისი. ესე ვერ ცხონდება ადამიანი. ჩვენ უფალმა გითხრა ხო რომ ვისთვისაც მუშაობ, საზღაურსაც იმისგან ელოდი. ვისთვისაც შრომობ, ხელფასაც ის გადაგიხდის. ესეა, ესე. ამიტომ გთხოვთ, აი მთელი გულით გთხოვთ, რომ ამაზე იფიქროთ. რაღაცას მე ვიცი რომ რაღაცას დააკლდება. ოდესაც ადამიანი ეკლესიაში წავა და დროს იქ დახარჯავს, ის აუცილებლად რაღაცას მოიკრებს. გამორიცხული. რა თქმა უნდა, ეს არის საზღაური. ეს არის ქრისტიანობა, სხვა არაფერი. ამიტომ შეეცადეთ რომ სულ მინიმუმ ის მაინც გააკეთოთ რომ შაბათს წუხს ნუ გამოაკლდებით, იმიტომ რომ ცოტათი მეტი საქმე გააკეთოთ სადღაც. ან თუნდაც ძალიან დაღლილი იყოთ და დაისვენოთ და სახლში დარჩეთ. ნუ გააკეთებთ ამას. სხვა რამეს მოაკეთეთ. ჯობია სხვა რამეს მოაკეთეთ. ვინმე ამას მოაკეთეთ. იმიტომ რომ უფალმა ხო გითხრა რომ ყველაზე დიდი და პირველი მცნება არის შეიყვარო უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით,
გონებით, სულით, მთელი შენი ძალით. ეს არის უპირველესი მცნება ჩვენთვის მოცემული. ამის შესრულებას უნდა ცდილობდეს ჩვენი იდეოლი ჩვენთაგან. კიდე გიმეორებთ ამას, იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინმეზე უკეთესი მგონია ჩემი თავი. მაგრამ უბრალოდ სამწუხაროა, რომ უყურებ ამას. რას აკლდებიან ადამიანები და თან რისთვის? არაფრისთვის. დღეს რო არის და ხვალ რო არ იქნება. მერთმა კიდე ერთხელ გავმეორდები, შეგვაძლებინოს, რომ ამ ქვეყნიური საზრუნავების გამო არ დავთმოთ უფალი. მთელი გულით, მთელი სულით შევეცადოთ, რომ მისი ერთგულები ვიყოთ და რაღაცნაირად ვთხოვოთ ღმერთს, რომ დაგვეხმაროს ამ ყველაფერში, რომ მისი დათესილი სიტყვა ჩვენში ნაყოფიერი იყოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ უნაყოფოდ დავრჩით, მერე სამჟავროზე უკვე აღარაფერი აღარ გვიშვით. ღმერთმა გვაშოროს თითოეულ ჩვენთაგანს და ყველა ადამიანს ესხვედრით, ღმერთმა დაგვიფაროს. ღმერთი მოწყალია, თუ ჩვენ მოვითხოვთ, შევეხვეწებით, ის აუცილებლად ამას მოგმადლობს. მაგრამ ჩვენი მხრიდან სულ მცირე მაინც არის საჭირო. სულ მცირე შრომა მაინც არის საჭირო. ისი არ გამოვა, რომ ჩვენ ფეხი ფეხზე გადავიდოთ და ღმერთი გვაცხონებს, ესე ვთქვათ, ეს პროტესტანტული მიდგომა არის. ჩვენ ესეთები არა ვართ. ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენ ძალებშია, მაგრამ იმედი მთლიანად ქრისტეზე გვაქვს დამყარებული, რომ მისი წყალობა არ დაახანებს და უფალი აცხონებს თითოეულ ჩვენთაგანს. ღმერთმა დაგლოცო და გაგვიყვანო.